საქართველოს უკანონო მიგრანტებისგან სრულად გათავისუფლება. მთავრობის მიზანი პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. ამ გამოწვევასთან ბრძოლა ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს შორის არის. კანონმდებლობის გამკაცრების გარდა სრულად განახლებულია უკვე მიგრაციის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც. ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული შრომა კიდევ ერთხელ აღნიშნა. სტატისტიკა უკანონო მიგრაციის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიასაც კარგად პასუხობს. რატი მეტრეველი გვერდება თემით. უკანონო მიგრაცია არის პრობლემა, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყნის წინაშე დგას. ვის როგორ გამოსდის მასთან ბრძოლა? ამ შეკითხვას ყველაზე კარგად ალბათ სტატისტიკა პასუხობს, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველო ამ მიმართულებით ნამდვილად მოწინავე პოზიციაზეა. ცხადია, საქართველოს კარი როგორც ტურისტული ქვეყნის კარი მუდამღია ტურისტებისთვის, თუმცა არა კანონდამრღვევებისთვის და არა მათთვის, ვინც ამ შესაძლებლობას არაკეთილსინდისიერად იყენებს. საკითხის მასშტაბურობის გათვალისწინებით კი საქართველოს პარლამენტი ინტერპელაციის წესით მოусმენს მთავრობის მეთაურს 18 თებერვალს, როგორც დღეს ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, ის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მომზადებული მივა, რათა საკითხის ირგვლივ დასმულ ყველა შეკითხვას შესაბამისი და ამომწურავი პასუხი გაეცეს. უკანონო მიგრაცია როგორც 21 საუკუნის ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას. უკონტროლო მიგრაციულ ნაკადს საქართველოს ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯებით უპირისპირდება, რომელთა ეფექტიც ოფიციალურ სტატისტიკაზე საკმაოდ მოკლე პერიოდში აისახა. თუმცა არსებული დადებითი ტენდენცია ხელისუფლებისთვის საკმარისი არ არის. მთავრობის ამბიციური მიზანია საქართველოს უკანონო მიგრანტებისგან სრულად გათავისუფლდეს. გასული ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს, ამას ემსახურება, მათ შორის დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არა მარტო ახალი შენობით, არამედ ჩვენ თქვით არაერთხელ, რომ თვითონ ადამიანური რესურსების კუთხითაც საჭიროებს დეპარტამენტი გაძლიერებას და უკვე 5-ჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტამენტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენ სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. სტატისტიკა პასუხს იმ დეზინფორმაციულ კამპანიასაც, რომლითაც პოლიტიკურად ანგაჟირებული მხარეები ქვეყნის არაბიზაციის საკითხით საზოგადოებას ატყუებდნენ. ოფიციალური მონაცემებით არაბული ქვეყნებიდან საქართველოს მიგრანტები პრაქტიკულად არ ჰყავს. სპეკულაცია ფაქტებმა დაასრულა. იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები არაბ თითქოს არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის იგელჰელსის პროექტთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის გონივრული პოლიტიკა ქმედით ნაბიჯებს მრავალი მიმართულებით მოიცავს. საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, კანონის აღსრულების მკაცრი კონტროლი და მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერება, როგორც ადამიანური, ისე ინფრასტრუქტურული რესურსით. უწყების მიერ განსაზღვრული წლევანდელი გეგმა ქვეყნიდან 4000 არალეგალის გაძევებაა. გამართული ფუნქციონირებისთვის დეპარტამენტს ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა აქვს, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. წელს დასრულდება 150 დაკავებულ არალეგალურ მიგრანტზე გათვლილი დროებითი განთავსების ცენტრის რეაბილიტაციაც. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც საკანონმდებლო, სტრუქტურული, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით და სწორედ შესაბამისად დღეს გვაქვს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, რომელიც სრულად არის აღჭურვილი როგორც თანამედროვე ტექნიკური, ისე თანამედროვე სივრცეებით მოწყობილი, გათვლილი 150 თანამშრომელზე. მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. წელს ჩვენ გეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან. მიგრაციის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილია თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება, ხდება მათი როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე ახალი ავტომობილებით, სპეცსაშუალებებით აღჭურვა, იმისათვის, რომ ეფექტურად აღვასრულოთ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც კანონით არის განსაზღვრული, ასევე ის დასახული პოლიტიკა, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია. სახელმწიფო რომ მიგრაციის დეპარტამენტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ეს დღეს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მოვისმინეთ. საერთო გამოწვევის ირგვლივ უწყება საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს. პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი მიგრაციის დეპარტამენტში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მიგრაციული პროცესების მართვას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს. აქცენტი კეთდება
არალეგალური მიგრაციის პრევენციაზე, რისკების შეფასების თანამედროვე სისტემების დანერგვაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გარმავებაზე, შესაბამისად მიგრაციის დეპარტამენტი განაგრძობს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას. პრობლემის მასშტაბურობის გათვალისწინებით მისი აღმოფხვრა მარტივი პროცესი არ არის და მთავრობა ვარაუდობს, რომ ხელშესახების შედეგი საშუალო ვადიან სამომავლო პერსპექტივაში დადგება. თუმცა სირთულის მიუხედავად ქვეყნის ეროვნული იდენტობისა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ხელისუფლება უკანონო მიგრაციასთან უკომპრომისო ბრძოლას ბოლომდე მიჰყვება.